ჩემი აზრით დავაგვიანეთ კიდეც. ერთად ორთა რა პრობლემაა რომ ყველამ გაიგოს. მართალი ხარ, მაგრამ მერიდება რაღაცნაირად. რა გერიდება? არ იცი ნუნოს როგორ მოყვა. კაი, წავედი ახლა, თორე პაციენტთა დამოგვიანდება. მედი. დროებით. ხვალ საღამოს არ დაგავწილს. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. ძალიან ხშირად იცვალო საფენები, რომ არ გავართულდეს. კი ბატონო, კარგად ძადებ. ნახვამდი. სვიად. განაგებინე ბიჭო, დაზგაში ხელი როგორ ჩაყვა. ჩემპიონატზე ვფიქრობდი. და ჩამიქრია. აი ბედზე მიუსწარი, რომ თითები არ დაკარგე. დიდები კი არა, ჩემპიონობის შანსი დავკარგე. ბიჭო, ცოცხალი რო ხარ, არ გიყვირს, რაზე ფიქრობ საერთოდ? ეგ იცი რას გავს? ჰამილტონს რო უთხრა, რომ 7 ჯერ გახდი ჩემპიონი და მეტი რაღა გინდაო. ეგრეა. რაღაც მიზნები გაქვს. მომავალს გეგმავ. და უცბად, აჰა, ხელიდან გეცლება ყველაფერი. მომისმინე? ჰამილტონს იმიტომ უნდა ჩემპიონობა ძმაო, რომ შუმახერს გაასწროს, გესმის? აუ ბიჭო, რა ჰამილტონი და შუმახერი და ფორტუნა თუ ფორტნაიტი თუ რა დროს ეგ არის? აბა როდისაა მაგისტრო? ანუ რაც უკვე იყო, იმას ნუღა მისტირი. აზრი აღარ აქვს. მომავალში მოხვდები კიდე რა. იმ მომავალში ან ამირჩევენ ან არა. იმ ბავშვებს თვალებში როგორ ჩავხედო? მე მგონი ვიცი ძმაო, რაც გიშველი შენ. ცივილუდი, კაი ყველის ხინკალი. ჰა? აი ვერც კი წარმოიდგენთ ეხლა რას გვწევ. რომელი საჭმელი გამიქარვებს და არც. მაშინ რა გაგიქარვებს, ისევ და ზვიადი. რით გიშველოთ? მომისმინე? არ ვიცი თამაში, თორე შენ მაგივრად ვითამაშებდი ძმაო. ჩემაგივრად ვერ ითამაშებთ. კარგი, თანახმავა, როგორ ქაბაბზე. აბა ხინკალი მარცხენა ხელით როგორ ჭამო? რაღაც მოგეხმარებით რა. კაი, მე ხა ერთსა ლექსელს გადავგზავნე ვანოსთან და გავედით. ობა, ამაზე ხლა დამახატავენ ამის. არა, თაბაშირზე ახატავენ ხოლმე. ეგ უნდა გამოიცვალო. კაი რა, ძალიან ცივა გარეთ, ცოდვა ერთითვისაც არ არის. ნუ მე რა გავაკეთო, ქედევარმა შემჭამა, რომ გინდათ რა კარგია იმუნიტეტისთვისო და რა ვქნა, წავგავიყვან. მართალია ქეთევანი. თავი დავიჯობია შეაჩვია. საერთოდ ცოტა მეც დავისვენებ, რა, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან გადავიყარე მართლა. არ გაძინაებს? ეცე თავიდან იყო ძალიან მშვიდი და ეხლა სულ ზუნაებს. ხოდა რაღაც ვიდეო ვნახე, აი რითმული რწევა, ესე ქვია მე მგონი, ხო? ვიცი, ხო? ეგ ძალიან ამშვიდებს ვარა? ხო, ვიცი, მაგრამ ეგ არ ამშვიდებს. იცი რა ამშვიდებს ყველაზე მეტად? უნდა დაუჯდე და ელაპარაკო. და ესე იბუსება რაღაცნაირად და გიყურებს და მართლა გეუბნები, მგონია რომ ყველაფერი ესმის. ნუ მე ჩემი საყვარი. აუჩი რა ძალიან რთულია ეს მშობლობა რა, ეგრე არ მეგონა. არ მგონია იცი რა, თანახან შვილობა უფრო რთულია. არ შეგეხმიანენ? არც მე ფიქრია რომ მე შემეხმიანებოდა. იცი რა, მგონია რომ ცოტა დრო ჭირდებათ კიდე. რომელი დრო? არ მაქვს მე ეგ დრო, მივდივარ კვირის ბოლოს კანონაში. უკვე? ხო რა, გოგოს ამბები მორჩა. ყველაფერი კარგად არის და მის გამო დავჩე. რამდენი ხნით მიდიხარ? სანამ ჩემი ძმა ჭკვიანად იქნება. და ჩვენ? თქვენ ისედაც ჭკვიანები ხართ. ძალიან. კაი, ჩამოვალ ხოლმე, უკან დავიყარდები. აი ხა შეიძლება გავგიჟდე მართლა? ეს ჰორმონები როდის დასრულდება, ღმერთო აღარ შემილია. ტირი? არა, ვაპირებ. მართლა. მალე ჩამოდი რა. ჩამოვალ.
მიატირდა ღმერთო. შეიძლება? მოდი. როგორ ხარ? ახაც ვერაფერს ვერ გიტყვი. შენ? მეც. ვიფიქრე იმაზე, რაც მითხარი. მერე? რა გადაწყვიტე? იცი, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ რაცა ცოლად გამოყევი, ჩემი ოცნება იყო დიდი ბედნიერი ოჯახი. ახლა, რაცა შანსი მეძლევა, რომ შვილი მყავდეს, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებ. მართლა? მართლა. შვილი გვეყოლება. ხო. კასპერა მიცის? რომ ფიქრობ იცის. მაგრამ გადაწყვეტილებაზე ჯერ არაფერი მithქვამს. ჯობია ყველაფერი მალე გაიგოს. ვიცი. აუცილებლად ვეთქვი. ვეჩემ სადუկას დავუკავშირდები და ყველაფერს შეგატყობინებს. მადლობა რომ მოხვედი. ალო. სუდროს გირეკო? გიორგი შენ ხარ? ეგ აღარ გიწერია ჩემი ნომერი. კი, უბრალოდ სიჩქარეში აღარ დავინახე ნომერი. სუდროს ხო არ გირეკო? არა. როგორ ხარ? კარგად, შენ? მეც კარგად მოდით. მომისმინე. შენთან ლაპარაკი მინდა. მართლა? ხო, გონდ ესე ტელეფონით არა. ხვალ გექნება დრო რომ გამოგიარო? კი, როგორ არა. სუნცალია. აი, მაშინ ხვალ გამოგივლი. კაი. გელოდები. დროებით. კარგად. მოხვედი? ეხა გავდივიდი. მე ახალხანს მოვედი. სად იყო? ანკეტიდან გავიგე თაკოს მისამართი და ვნახე. მელაპარაკე? კი. ძალიან ცუდად არის რა. როგორ უნდა მიიყვანო გოგო მაგდონეზე, არ ვიცი. ძალიან რთული სტრესი გამოიარა. ხო, ვიცი. მაგრამ აი არ ვიცი რა ვქნა რა.
ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული არის, რომ აი გოჩას ამ ყველაფერს არ შევარჩენ. რას გულისხმობ? აი დედას უტირებ რა. მომის მინე რაღაცა გაუაზრებელ სისრულეს მუჩაიდან, კაი? შენ თავზე ვიფიქრე კლინიკაზე და კარიერაზე. არა, მაინც არ შევარჩენ. შემცივდა. მშვიდობა. ეხლა ვიყავით ანასთან. კი, უბრალოდ იქ ვერ გეტყვი. მშვიდობა გაქვს? ელენე ეთერი გაქვს? არა, კი, სხვა რამეზე დაგირეკე. დღეს ცერა გამახსენდა. მე-4 კლასში, მაშინ ანასთან არ ვიყავით ჯერ ახლოს. ბანაკში რომ წავედით, გახსოვს? როგორ არ მახსოვს? პირველივე დღეს ვერ დაიკარგე. სხვა შორის მეც ხშირად მახსენდება ეგ დღეთა რაღაცა უცნაური შეგრძნება მეუფლება შიშის. არ ვიცი რატო. ხო და გახსოვს როგორ მიპოვეს? უი არა. შენ მიპოვე. მართლა? არ ვიცი როგორ, მაგრამ მიხვდი რომ ზუსტად იმ ადგილას ვიქნებოდი და ტყეში, სადაც ჩემი ჭკუით სახს ვაშენებდი. და თავს ვაფარებდი მოხვედით. რატო გაგხსენდა ახლა ეგ? იმიტომ რომ მე ვერ ვიპოვე. როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი ჩემი გვერდში დგომა მაგ დროს. უბრალოდ მიგატოვე. ძალიან მჭირდებოდი მანე. ვიცი და გვერდები რომ აღარასოდეს მოგიქცევას, რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. უცნაურია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან გავრაზებული ვარ შენზე და ახლა ვხვდები, რომ აი მართლა მარტო ამ სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა შენგან. ახლა სულ ამბობდით, რომ დები ვართ. მარტო შენი ოჯახი სწორებია, არ არიან შენი ოჯახი. მე როგორც შენი დააშენე საუკეთესო მეგობარი გვერდები რომ აღარასოდეს მიგატოვე. ეხლა კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ. არ გაბედოთ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა. ერთი წამით ისიც ვიფიქრე, თავიდან ხო არ დავისხო ყველაფერი მეთქი. ბევრად ბედნიერი ვარ ვიდრე აქამდე. მეც. ვერ სადაც ვერ წახვალ. შენ გამაჩერებ? ახლა კარგით. წაი გაბედო! მალე ხომ იცი რომ